დღეს სტუმრად ყავს ჩვენი კლუბის კომაკი, რომელიც ამჟამად სათავეში უდგას მნიშვნელოვან სახელმწიფო სტრუქტურას. და მე ვხედავ რომ თქვენ თან ახმახართ მასთან ერთად სათავეში. სათავად მაშინ გავაჩეროთ მაშინ. რაუნდი სტუმარი. გავაჩეროთ ზრიალა, რაუნდი სტუმარი. დღეს ჩვენი სტუმარია საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი. საღამშვიდობისა. საღამშვიდობისა ბატონ ლევან. საღამშვიდობის ბატონ სამყარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ინტელექტ კლუბში და არ ვიცი, იმედია კონტროლის პალატა დაგვეხმარება იმის დადგენაში. ბოლოს და ბოლოს რამდენი სწორი ვერსია ჰქონდა გიორგი ბაქრაძეს ჩვენს კლუბში ბოლო 5 წლის განმავლობაში. მე შევეცადე ასე ვთქვათ, პირობითად მოწინააღმდეგე გუნდის წევრები შემესწავლა და ამ შემთხვევაში ბაქრაძესთან მიმართებაში სირთულეებს სწავლობთ, იმიტომ რომ ვერანაირი სტატისტიკა ასე ვთქვათ ვერ იტევს მის სტანდარტის პასუხებს. სერიოზული აუდიტორებიც კი ჩავთეთ ჩვენი უწყების, თუმცა დადგენა. ვერ დაგვეხმარებით მოკლედ. მე როგორც მეცი. კარგი, მაშინ გითხრათ რა მოუმზადეთ ბაქრაძეს და მოაზროვნეებს დღეს. რა შეეხება კითხვას. პირველად, ასე ვთქვათ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ სამართალ შემოქმედებაზე, იურისპრუდენციაზე დამესვა კითხვა, თუმცა გუნდში საკმაოდ კარგი იურისტები არიან წარმოდგენილი. ასევე კითხვის ვარიანტი ჰქონდა ფინანსებთან და აუდიტთან დაკავშირებით. ვიცით რომ ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ბაქრაძის სახით იმყოფება გუნდში, ამიტომ სხვა სფეროდან შევარჩიეთ კითხვა. ყურადღება ლევან ბეჟაშვილის შეკითხვა. მონიტორზე თოთ ყურადღება მიაყოთ მონიტორს. ალბათ ყველას გიყვართ მოგზაურობა და გიწევთ სხვადასხვა საერთაშორისო აეროპორტებში ყოფნა. ეს სურათი გადაღებული არის ერთ-ერთ საერთაშორისო აეროპორტში. ყურადღებით შეკითხვა. 1 წუთის შემდეგ თქვენ უნდა დაასახელოთ ვისი სახელობის არის ეს საერთაშორისო აეროპორტი. დრო. თუ ვენეცია მარკო პოლოა. ნავებია ხო და ვენეცია მგონია რა. კატერებია თუ ნავებია. აშკარად ნავებია. აი ნავებია. იქ არის ძალიან მცირე მონაკვეთი მანქანით და ძირითადად არის ნავებით ხო? ხო, მაშინ და ეს მანქანა გასაღებით რას უნდა ნიშნავდეს? მე მანქანასთან ხوار მიყავ ხარ ამ ნავს სიტყვაზე. შეიძლება. აი ვენეციაზე გადახვალ მეორე კი სრუტეს გადაკვეთავ და გასაგებია. ეს ხიდია. ეს ხიდია, ესეთი ხიდები არის ვენეციაში. არა, ნახეთ. აი ვენეცია დაივიცეთ რა, ვენეცია მარკო პოლო ზუსტად ვიცით. კი, ზუსტად. აი შეიძლება პარკინგია, მართა შეიძლება პარკინგია ნემის ნავის და ნავის პარკინგია. არა, ისე მაღაზია ტრიალები. ისე მაღაზია. ხიდი როგორ არის? აქეთ ცალკე ტაქსი რატო არის? ანუ სასმელები ხო? ცალკე ტაქსი. აეროპორტიდან შეიძლება მარკო ვენეციაზე რატო ჩავიცი? აეროპორტიდან ფეხითაა და მერე გადიხარ. მარკო პოლოა. კი, სხვა ვერსია არ არის. ბატონო, გედი მე დაჟინებით გირჩევთ აიღოთ დამატებითი წუთი. ბატონო წამყვანო, მე ვიცი რომ თქვენი დაჟინებული თქონა როგორც წესი ძალიან ცუდად მთავრდება, მაგრამ იმდენად კონცენტრირებული ვართ ერთ ვერსიაზე, რომ და ვარ გითხრათ და გიგაკვენა ჩხალძეს უნდა გადავცე პასუხის. რა კატეგორიული ხარ ბატონო გედი? ბატონო გიგა. დიახ ბატონო წამყვანო. მაშ აბა ჩამოაყალიბეთ თქვენი პასუხი. აჩვენეთ ჯობს რო აჩვენოთ ტელემაყურებელმაც რო გაიგოს. კი ბატონო. ნუ პრინციპში პირველივეს, რასაც ყველა ჩვენგანმა მიაქცია ყურადღება, ეს გახლავთ, ნუ ნავი, რომელიც გონდოლას მართალია არ გავს. რომელია ნავი აქ? აი ესენი. მართალია გონდოლებს არ გავს, მაგრამ პრინციპში ესეცა აეროპორტიდან როცა ჩამოდიხარ, გონდოლით არა, თავიდან სრუტე უნდა გადაკვეთო. სავარაუდოდ შესაბამისად გონდოლაზე გაცილებით დიდი ნავით გადადიხარ. მერე იქ არის ბუნებრივია ხმელეთი, სადაც მცირე მონაკვეთებზე შეიძლება ავტომობილი. რაზე საუბრობთ ბატონო? აი ესენი. აი აქ. არა, გასაგები მაგრამ. საუბრობთ ქალაქ ვენეციაზე და შესაბამისად აეროპორტი ვფიქრობთ რომ გახლავთ მარკო პოლოს სახელობის. თქვენ ხართ ნამყოფი ამ აეროპორტში. მე ვარ მაგ აეროპორტში, მქონია პატივი ვენეციაში ერთი დღეღამის გათენების. აეროპორტიდან არ გასულხართ აბა რა იცით? არა, აეროპორტიდან გავსულ ვარ, მაგრამ ეს რა ქვია, აი ეს ნამდვილად არ მახსოვს ახლა ეს ფიგურები, მაგრამ ასე ვივარაუდებ. პიქტოგრამები. დიახ, ეს პიქტოგრამი. ანუ თქვენი საბოლოო პასუხია? მარკო პოლოს სახელობის ვენეციის საერთაშორისო აეროპორტი სავარაუდოდ. ხო, ჩემო რასრული პასუხი. ყურადღება ლევან ბეჟაშვილის პასუხი. ის გადამჩენია მოულოცო. ხელმარჯვნივ ჩანს პარკინგის, მანქანის ხირავების და სანაოსნო საშუალების პიქტოგრამები. ეს არის აეროპორტი, რომელშიც შეგიძლიათ ჩაჯდეთ ნავში და გაცუროთ დანიშნულების ადგილზე ქალაქს ეწოდება ვენეცია, ხოლო
ყველაზე ცნობილი ვენეციელი მოგზაური იყო მარკო პოლო, რა თქმა უნდა. ბატონ ლევან, დიდი მადლობა საინტერესო შეკითხვისთვის. ბატონ წამყვანო, ერთი წინადადება მაქვს. მე ვახსენე, რომ სამართალშემოქმედებაზე კითხვის დასმა მინდოდა, არ გამოვიდა, იმიტომ რომ ძლიერი იურისტები არიან წარმოდგენილი გუნდში. თუმცა მე მინდა გუნდის წევრებს გადავცე ჩემს მიერ ახლად გამოცემული წიგნი სამართალშემოქმედების მეთოდური სახელმძღვანელო და ვფიქრობ, საკანონმდებლო ტექნიკა. ლევან ბეჟაშვილის წიგნების სტუდიაში. მე ვფიქრობ, რომ ეს წიგნი ძალზე გამოადგება ჩვენი გუნდის, არა, ჩვენი კლუბის იურისტებს ალბათ ყველას. ვფიქრობ, რომ ბატონ წამყვანსაც გამოადგება, ვინაიდან კლუბის წესების შესამუშავებლად ეს დოკუმენტი საკმაოდ კარგი. აუცილებლად ხვალვე ჩაუჯდები თქვენ სახელმწიფოს ბატონ ლევან. უღრმესი